ძლიერმა ქარმა გუშინ ბათუმში რამდენიმე კორპუს სახურავი გადახადა, დაზიანებული ახალი სადგურის ინფრასტრუქტურაც. ღამის განმავლობაში უამინდობის გამო მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. ქალაქის მერის ინფორმაციით ამინდის გაუმჯობესებამდე დროებითი ღონისძიებები გატარდება, შემდგომში კი დაზიანებული ობიექტები საფუძვლიანად შეკეთდება. გუშინ ძლიერმა ქარმა ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. სტიქიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე 9-სართულიან სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ძლიერმა ქარმა ბონის დასახლებაში ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოსაცდელიც დააზიანა. მნიშვნელოვანი ზარალი აღმაშენებლის ქუჩის 30 ნომერშიც დაფიქსირდა. აქ ქარიშხალმა 9-სართულიან კორპუსს სახურავი სრულად გადახადა. საღამოს 12-ის ნახევარზე ამოვარდა ძლიერი ქარი, სახლს გადახადა ჩვენს ნაწილს სახურავი. შეხედავთ შედეგი სახეზეა. ჩვენ ვცდილობდით, რომ სახურავი არ გადავარდნილიყო ეზოში და არ დაეზიანებიან, მეზობლებიან მათი რაღაც ქონება და ამ დროს მოვიდა სამაშველო ჯგუფი, რომელმაც მცირე დახმარება გაგვიწიეს. მიუხედავად ამისა, მაინც მოხდინა წყალმოქმედით ჩვენს მეცხრე სართულზე ჩავევიდა. დღესაც ჩვენთან არის ლიფტის სახურავი მთლიანად გადამძრალი. მეზობლის სახურავსაც შეეხო, ჯიშიფერია გადამძრალი, წყალია ჩამოსული მეზობელთან, თავისთავად წელი 3-იანი და 4-იანში წყალი ჩამოდის ამ წუთში. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ქარიშხალს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მოუტანია. მამუკა თურმანიძის განცხადებით, მოსალოდნელი შტორმის გამო გემებმა და კატარღებმა თავი ბათუმის იახტ კლუბში შეაფარა. მისი თქმით, ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა. უხელ ღამე იყო ორი გამოძახება. ერთი იყო TBC ბანკის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სახურავი მოაძრო ქარმა და მეორე გამოძახება იყო აღმაშენებლის 30 ნომერში, სადაც ფაქტიურად უკვე მზად იყო სახურავი გადმოვარდნისთვის, ჩვენი მაშველები გამოცხადდნენ დროზე. ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიაში ღამის 11 საათზე შევიდა. ბათუმის მერის განცხადებით, ქარმა ქალაქში 300 კვადრატამდე სახურავი დააზიანა. ჯევალ ანანძის განმარტებით, პრევენციული ღონისძიების მიზნით გამოდარებამდე დაზიანებული სახურავები პოლიეთინის პარკით გადაიხურება. დაგვიზიანდა რამოდენიმე სახლის სახურავი, დაახლოებით 300 კვადრატამდე სახურავები 4 კორპუსზე გადაიხადა. და ასევე დაზიანდა 2 მანქანა, რომელიც კორპუსის წინ იდგა. გუშინვე იქნა მიღებული გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ მოხდა პრეზიდენტის სახურავით დროებით საფარის მოწყობა, სახურავის მოწყობა, ხოლო დღესდილიდან უკვე ჩვენი სამაშველო სამსახურები და ბათუმის კორპუსი შეუდგნენ გადახურვის სამუშაოს. ბათუმის მერია თვის ბოლოს სარეზერვო სამშენებლო მასალებისა და პოლიეთინის პარკების შეძენას აპირებს, რომელიც ბათუმის კორპუსს გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, როგორც ბათუმის მერია ამბობს, სტიქიას ქალაქი მომზადებული შეხვდება.